რომელ რეფორმაზე ვლაპარაკობთ? ეს არ არის რეფორმა იმისათვის, რაც არის განათლების ხარისხის განვითარება. ასე ხელაღებით რაღაცის კეთება ერთი მხრივ არის ჩემი გადასახედიდან სრული უაზრობა, მეორე მხრივ უპატივცემულობა. ეს არის რეფორმა იმისათვის, რომ სახელმწიფომ დააწესოს მაქსიმალური კონტროლი უნივერსიტეტებზე და რითი? მე პირადად ვესწრებოდი შეხვედრას, სადაც საკმაოდ უსიამოვნო, შეურაცხყოფელი ტონით ესაუბრებოდნენ მეცნიერებს, ღვაწლმოსილ ადამიანებს. ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ იყოს ეს ცვლილება ნაკლებად მტკივნეული და საერთოდ რატომ უნდა იყოს მტკივნეული ცვლილება გატარებული. ერთადერთი პასუხი რჩება იმას, რომ ყველანი იყვნენ მოჭრილი ერთ თარგზე, რა თარგი იქნება, ესეც არ ვიცით. გონი თავადაც ძნელად წარმოუდგენიათ და გზადაგზა ფიქრობენ. დგება ესეთი კითხვა, რას ეფუძნება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხო? სულ სვამ ამ კითხვას, რატომ ეჩქარებათ ასე საშინლად? განათლება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ეს ყველას ეხება. როცა გვთავაზობთ რეფორმას, რაღაცა XY-ზე, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს, არც სოციალური კაპიტალის განვითარებასთან, არც კონკურენციის გაზრდასთან და რაც მთავარია, არც კრიტიკული აზროვნების მქონე პასუხისმგებლიანი მოქალაქეების გაზრდასთან, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად დგება კითხვა, რომ მაშინ რას ემსახურება ეს რეფორმა, ხო? იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ახლა იმაზე ვკამათობდეთ, როგორ ავუწყოთ ფეხი უკეთ იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს თანამედროვე მეცნიერებას, თანამედროვე ამ რთულ ტექნოლოგიურ ციფრულ თუ სხვა მხრივ რთულ სამყაროს, ჩვენ ახლა რამდენი ხანია უკვე ოქტომბრიდან მოყოლებული ვკითხავთ და ვმარჩიელობთ იმაზე, რა იგულისხმეს, როცა თქვეს, რომ ამაში რა აზრიდებს, იქნება ასე კი არა, ისე ივარაუდეს და ამაზე გაცილებით მარტივია, რომ ეს ყველაფერი ითქვას მკაფიოდ, არგუმენტირებულად, თუმცა სიმართლე გითხრათ, ეჭვმეპარება, რომ არსებობს არგუმენტი და ამაზე ვიმსჯელოთ მერე. ამ პროცესების მიზანი არ არის განათლების სისტემის რეფორმირება და მოდით აქვე ვთქვათ, რომ განათლების სისტემა საქართველოში თავის ყველა საფეხურზე უმაღლეს განათლებასაც გულისხმობდა სხვებს. რა თქმა უნდა, სჭირდება რეფორმა, სჭირდება მოდერნიზება, სჭირდება გადახალისება და ბევრი ცვლილებები აქვს საჭირო, მაგრამ ეხლა რაც ხდება, ეს საერთოდ არ არის არანაირ კავშირში რეფორმირებასთან. ასე ხელაღებით რაღაცის კეთება ერთი მხრივ არის ჩემი გადასახედიდან სრული უაზრობა და მეორე მხრივ უპატივცემულობა იმ საზოგადოების, რომელიც ამ სფეროში საქმიანობს, სწავლობს, ასწავლის, იკვლევს. ერთადერთი პასუხი რჩება იმას, რომ ყველანი იყვნენ მოჭრილი ერთ თარგზე. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს რა თარგი იქნება, ესეც არ ვიცით. იმიტომ რომ უმაღლესი განათლების კანონში მიღებული ცვლილებები გულისხმობს, რომ უნდა ისწავლებოდეს იმ პროგრამით, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს. ანუ უნივერსიტეტებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე არის თავისუფალი აზრის სივრცე, რომელიც გვთავაზობს მიმდინარე კვლევებზე დაფუძნებული სწავლების განვითარებას, ეხლა გვეუბნებიან, რომ აი იმ პროგრამას, რასაც დაგიმტკიცებთ, თავისი შესაბამისი კურიკულუმით, ანუ ყველა საგანი, რითი უნდა ისწავლებოდეს, რომ ერთი სახელმძღვანელოთი და ასე შემდეგ, აი ასეთ შემთხვევაში მარტო ამ პროგრამას განახორციელებთ. ეს ბუნებრივად კლავს კრიტიკული აზროვნების მქონე ახალგაზრდის მომზადებას და ეს ბუნებრივად კლავს რაციონალური გადაწყვეტილების მქონე ადამიანის მომზადებას კრიტიკულ სიტუაციაში, იმიტომ რომ მან იცის ერთი შაბლონი და სხვა გადაწყვეტილების ან კიდევ სხვა ტიპის ფორმატის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ხელისუფლება როგორც წესი გვეუბნება, რომ არ მოусმენია არგუმენტები ჩვენი მხრივ. არგუმენტები კი არა, კონტრარგუმენტები უნდა მოესმინა, მაშინ თუ თავად არგუმენტები აქვს, ხო, მაგრამ არ მოგვისმენია ჩვენ ეს არგუმენტები. აი მას რომ გავაკეთებთ, უკეთესი იქნება. მაგალითად, დავწინაურდებით რაღაცა მაჩვენებლებში, ოღონდ როგორ
არ ვიცით. დაწინაურდებით თუ პირიქით, მე მგონია რომ პირიქით და კი არ მგონია. ჩემი ეს აზრი ემყარება კოლეგების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლებიც იძლევა პერსპექტივის განჭვრეტის საშუალებას და ამის გაკეთება შეუძლია ყველას, ვისაც ეს აინტერესებს. ოღონდ მე რაღაც ვერ ვხედავ ამის სურვილს მაინც და მაინც. ელემენტარული მათემატიკა ის რომ უნივერსიტეტები, რომლებიც 1000-ეულშიც კი არ არიან, მათი გაერთიანებით ისინი 20-ეულში და 100-ეულში ვერ მოხვდებიან. ანუ ეს აბსოლუტურად რაღაც გამოგონილი არგუმენტი გახსოვთ. მოგონილი ცენტრალური დევიზი რომ ხარისხი გაუმჯობესდება გახლავთ ტყუილი, იმიტომ რომ რეიტინგებში წინ წაწევა გულისხმობს ორ რაღაცას. ერთი, რამდენი გაქვთ თქვენ კვლევაზე დახარჯული ფული და მეორე, რამდენი არის საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა თქვენს უნივერსიტეტში. არც ერთში და არც მეორეში ჩვენ მყარად ვერ ვდგევართ ფეხზე და ეხლა საერთოდ მოგვეშლება განსაკუთრებით საჯარო უნივერსიტეტებს საერთაშორისო სტუდენტების აკრძალვის კვალობაზე რეიტინგებში მინიმუმ ავტომატურად გვაკლდება დაახლოებით შეფასების 8-10%. ეხლა კოლევებში ისედაც არ ვიყავით გადასარევად. კოლევები ჩვენ ძირითადად გქონდა უცხოური დაფინანსებისაგან და ეხლა როდესაც გრანტების კანონში წერია, რომ თურმე ნუ იტყვით, ყველა დაფინანსება უნდა შევათანხმოთ მთავრობასთან, ასეთ შემთხვევაში ნუ რა გითხრათ ახლა, სულ რო გადასარევად მოვახერხოთ და ყველაფერზე თანხმობა გამოაცხადონ, ასეთ შემთხვევაში ამას მინიმუმ ჭირდება 6 თვე რო გადაწყვეტილება მიიღო, ხო? და ეს 6 თვიანი გადაწყვეტილება ზოგჯერ გრანტი არის წარსადგენი, ან კიდევ თქვენი მონაწილეობა დასადასტურებული ჩვენახევრით ადრე. ანუ ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და ძირითადი წყარო მეცნიერების განვითარებისათვის, რომელიც იყო უცხოურ გრანტებზე, ესეც ეჭვის ქვეშ დგება. ჩამოაკელით კიდე 10-15% იმ რეიტინგს. თითქოს მოხდა ბაზრის კვლევა და ამ კვლევამ აჩვენა მათ, რომ აუცილებელია თქვათ გარკვეული პროფილური მიმართულების უნივერსიტეტების მიღება საბოლოო ჯამში, რომ არ შეიძლება რომ დაუშვათ ტექნიკურ უნივერსიტეტში არ არსებობდეს ჰუმანიტარული მიმართულებები და ასე შემდეგ. ჯერ ერთი პირველ რიგში ეს კვლევა ჩვენ თვალით არ გვინახავს, ამიტომაც ვერ ვიმჟელებთ მასზე, დიდი ალბათობით ეს კვლევა უბრალოდ არ არსებობს. და მეორე, როგორ შეიძლება რომ ბაზარმა უკარნახოს უნივერსიტეტს მაგალითად კლასიკური ფილოლოგიის რამდენი კვლევარი გვჭირდება, ან მაგალითად არისტოტელეს შრომების რამდენი მთარგმნელი სჭირდება საქართველოს, ან თუნდაც რამდენი სიტყვაზე არმენოლოგია საჭირო. ანუ ბაზარი ვერ უკარნახებს ისეთი ფუნდამენტური მეცნიერების კვლევრების რიცხვს, როგორიც არის თუნდაც ის დარგები, რაც ჩამოთვალეთ. დღეს ხშირად ამბობენ სრულიად არასწორ თეზის. არაერთი იმეორებს ამას. განათლება უნდა იყოს ბაზარს მორგებული. არა მეგობრებო. როცა განათლება ბაზარს არის მორგებული, მაშინ ის განათლება არ არის. განათლება გაცილებით დიდია, განათლება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, განათლება, ჩამოყალიბებული პიროვნება არის ღერძი ქვეყნისა. არ ამბობდა შემთხვევით დავით გურამიშვილი რა არის სწავლის მიზანი, არა ბაზარი და ბაზარს მორგება, არამედ მაწული უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადავ. ვინ არის სიდამ მოსული, სად არის წავა სადავო. ნუ შემოიტანთ დისკუსიაში პოლიტიკურ ელემენტს. ვინ შემოიტანა პოლიტიკური ელემენტი? მე მგონი მან ვინც თქვა რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული. და საერთოდ რატომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული უნივერსიტეტის დაარსებაზე? პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა, როდესაც ეს უნივერსიტეტი დააფუძნა? კი, რასაკვირველია. დავით აღმაშენებელს გელათის და მისი აკადემიის დასაარსებლად დასჭირდა რამდენიმე წელი. ჩვენს ერს უნივერსიტეტის შესაქმნელად დასჭირდა საუკუნეები. და ერთი დღე გახდა საკმარისი აი ამ ადამიანებისათვის, რომ გადაეხაზათ აი ეს ყველაფერი ჩვენი ტრადიციები, საგანმანათლებლო მიმართულებით და მიიღოთ აი ესეთი უმძიმესი გადაწყვეტილება. ეს არის
ამავე დროს შეურაცხყოფა პროფესორ მასწავლებლებისა, მეცნიერების და ზოგადად უნივერსიტეტის იდეის. მე პირადად ვესწრებოდი შეხვედრას, სადაც საკმაოდ უსიამოვნო, შეურაცხყოფელი ტონით ესაუბრებოდნენ მეცნიერებს, ღვაწმოსილ ადამიანებს, რომელთაც მთელი ცხოვრება შეალიეს საუნივერსიტეტო იდეას და საუნივერსიტეტო ცხოვრებას. როდესაც გვითხრეს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და არაფერი შეიცვლება, მე მოგვიწოდეს დისკუსიაში ჩართვისაკენ. ჩვენ შევხვდით, კიდევ შევხვდებით, ვიმსჯელოთ, ოღონდ არ ვიცით, რაზე უნდა ვიმსჯელოთ. შიგადაშიგ ისე არ ვიცი წამოწდენის სახით თუ გააზრებულად ითქვა, რომ ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ იყოს ეს ცვლილება ნაკლებად მტკივნეული და საერთოდ რატომ უნდა იყოს მტკივნეული ცვლილება გატარებული. თუ იქნება არგუმენტები, შევეცდებით დავფიქრდეთ იმ არგუმენტებზე და თუ გვაქვს კონტრარგუმენტები მივაწოდოთ და მე განვიხილოთ, ასე ვთქვათ, საით იქნება მეტი სარგებელი და მეტი ზიანი, მაგრამ აი ესე პირდაპირ იცი რა მე გადავწყვიტე და ახლა მოდი შენ მელაპარაკე რაზე. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ინსტიტუციური ავტონომია ჩვენ ქვეყანაში ისედაც საკმაოდ შეზღუდული სახით არის წარმოდგენილი და ეხლა საერთოდ საბოლოოდ უქმდება, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩვენ მივიღებთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, დგება ესეთი კითხვა, რას ეფუძნება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხო? იგივე მას რა ქვია, მთავრობას უწერია, რომ იმისაც რომ რაღაცა პოლიტიკური გადაწყვეტილება კონდეს მიღებული, მთავრობის დადგენილება, ჩემი დადგენილება არ არის. ამისათვის საჭიროა ანალიტიკური ანგარიშები, შედარებები სხვა ქვეყნებთან და ასე შემდეგ, რომ ამ ქვეყნისათვის მორგებული ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღოთ. წარმოდგენილ განათლების კანონში განმარტებით ბარათში წერია შავით თეთრზე, რომ არანაირი ამისი მსგავსი არც ანალიტიკური ანგარიში, არც წინასწარი მოკვლევა, არც რომელიმე ქვეყანასთან შედარება არ არსებობს. ბუნებრივად დგება კითხვა. მაშინ თუ ესენი არაფერი არ არის, რის საფუძველზე მიმტკიცებთ, რომ ეს რეფორმა იქნება წარმატებული? ამ რეფორმის ინიციატორებს წარმოუდგენიათ, რომ ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით რაღაცა ესე მარტივად ერთს მიემატება ერთი და არანაირად არ ფიქრობენ რა ასე ვთქვათ შემადგენლობისა ის ერთი და მეორე ერთი და რომ ეს კიდევ ჯამის სახით მიღებულ ერთს გვაძლევს რაღაც წარმოუდგენელ აუწყობელ დაბნეულ გაუაზრებელ არ ვიცი, კონგლომერატს, რომლის დალაგება მე მგონი თავადაც ძნელად წარმოუდგენიათ და გზადაგზა ფიქრობენ. სულ სვამ ამ კითხვას, თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ეჩქარებათ ასე საშინლად? აი რატომ? ოქტომბრიდან მოყოლებული აგერ ერთი სემესტრი დამთავრდა, მეორეს ვიწყებთ, თქონდა არ ვიცით როგორ და რანაირად, ნუ ხა ჩვენ ვცდილობთ ისევე დავიწყოთ როგორც ყოველთვის, მაგრამ ისე როგორც ყოველთვის არ გამოდის აშკარად, ხო? და როცა იწყება თვლა, რომ სტუდენტების რაოდენობა იგივე დარჩება, პროფესორებს არ შევამცირებთ, ზოგს გადავიყვანთ კვლევით სამუშაოზე და ზოგს იქიდან გადმოვიყვანთ, აქეთ რას ქვია, გადმოვიყვანთ, ვისი გადასაწყვეტია? სახელმწიფოს მიერვე შექმნილი აი ეს ინსტიტუციები წყვეტდნენ ამას, ვინ იქნებოდა და ვინ არ იქნებოდა პროფესორი, ვინ რა სფეროში შეძლებდა მეტის გაკეთებას კვლევის თვალსაზრისით, მომავალი თაობის აღზრდის თვალსაზრისით. ეხლა რას ნიშნავს ეს გადაგსვამთ, გადმოგსვამთ, შევაერთებთ, შევამცირებთ, არ შევამცირებთ, ჯერ ვისჯერა ამ ზღაპრის, რომ იქ ერთგან თავმოყრილ 69 კაცს, მეორეგან 150-ს ამათ რო გააერთიანებ, მე არ შეამცირებ და ყველაფერი ისევე დარჩება, მაშინ რატო ვაერთიანებთ? იყოს სადაც არის, ხო, ერთიც და მეორეც. ეხლა ამ წუთას უნივერსიტეტებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედებს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე რამოდენიმე პროგრამა. საკმარისია თქვენ ეს ორი უნივერსიტეტი გააერთიანოთ, რომ ეს ყველა პროგრამა კარგავს ამ აკრედიტაციას. და ამ აკრედიტაციის მიღებისათვის დახარჯულია მილენიუმის ფული, რომელიც სამ უნივერსიტეტზე დაიხარჯა, ეს არის ტექნიკური თბილისის სახელმწიფო და ილია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე 2 აკრედიტირებული პროგრამა აქვს, ტექნიკური უნივერსიტეტზე 1 და ეხლა მეორე თუ კიდევ 2-ზე აქვს შეტანილი. აი გაერთიანების შემთხვევაში ილიას არ ვიცი რამდენი აქვს, ბოდიში ვიხდი, მაგრამ ვიცი რომ იმათაც აქვს.
აი ამ გაერთიანების შემთხვევაში ერთბაშად 3 აკრედიტირებული პროგრამა იყრება წყალში. ითქვა, რომ პროფესორ მასწავლებლები, რომლებიც აპროტესტებენ ამ პროცესს, სინამდვილეში იბრძვიან თავიანთი, ასე ვთქვათ, თანამდებობების და სახელმწიფო ანაზღაურებისათვის. ეს კიდევ მორიგი სერია შეურაცხყოფისა ამ ადამიანების მიმართ. რეალურად აი კარგად რომ ჩავხედოთ ჩვენ, ასე ვთქვათ, საქართველოში სახელმწიფო ანაზღაურება საშუალო დონეზე ალბათ ყველაზე ბოლოს არის განათლების სექტორი ზოგადად. მასწავლებლებს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს აქვთ მიზერული ხელფასები და მიუხედავად ამისა, მათ არ ეთმობათ უნივერსიტეტი და მისი თავისუფლება, რადგან მათ მთელი ცხოვრება შეალიეს აკადემიურ სივრცეს. ეს არის მათი, ასე ვთქვათ, ყოველდღიური ცხოვრების წესი, რომ ემსახურონ ახალი ცოდნის შექმნას, ემსახურონ სწავლა-სწავლების პროცესს და ემსახურონ უნივერსიტეტის იდეას და არ შეიძლება რომ ამ ადამიანებს აი ასე ველაპარაკოთ დღეს ჩვენ. ანუ რომელ რეფორმაზე ვლაპარაკობთ? ეს არ არის რეფორმა იმისათვის, რაც არის განათლების ხარისხის განვითარება, ეს არის რეფორმა იმისათვის, რომ სახელმწიფომ დააწესოს მაქსიმალური კონტროლი უნივერსიტეტებზე და რითი? გარდა იმისა, რაც ჩამოვთვალე, კიდევ არის ერთი ფაქტორი. ეს არის ფინანსური სრული დამოკიდებულება. რაც გულისხმობს იმას, რომ ეხლა წეღან ვითვლიდით მე და ჩემი კოლეგა, რომ დაახლოებით სახელმწიფოს მიერ გრანტებით და უფასო პროგრამებით შემოსული ფული, იმიტომ რომ გრანტები სახელმწიფო გრანტია, ხო ის მე მომაქ 100%-იანი გრანტი ან 70 ან 50%-იანი გრანტი. მთელი უნივერსიტეტის ბიუჯეტის მაქსიმუმ 20%-ს არ აღემატება. 80% არის მოძიებული გარედან. ანუ თქვენ ერთბაშად არამც თუ ამ 80%-ს აკარგინებთ უნივერსიტეტს, რომელთაც ის თავის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას შეძლებს, არამედ თქვენ ამ 20%-საც განუსაზღვრავთ იმით, თქვენ რას თვლით საჭიროდ. ანუ რეალურად ეს არის ავტონომიის სრული მოსპობა, გარდა პროგრამული ხასიათის, გარდა მისიის, გარდა მიზნობრივი, ასე ვთქვათ, შეზღუდვებისა, ეს არის ფინანსური დახრჩობა უნივერსიტეტის და მათი გაკოტრება სრულად იმისათვის, რომ მათ არ შეეძლოთ არაფერი ახლის გაკეთება. და მეორე მომენტი კიდევ თითქოს ეს გადაწყვეტილება მიიღეს სტუდენტების საკეთილდღეოდ და რეალურად მათთვის იქნება სიკეთის მომტანი. მეგობრებო, ამის არ შეიძლება რომ დავიჯეროთ, რადგან რამდენი წელია, აი ძალიან დიდი ხანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე ძალიან ბევრი თაობა იბრძოდა და დღემდე იბრძვიან ღირსეული სტუდენტური საცხოვრებლისათვის. იმისათვის, რომ ამ ადამიანებს, ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება, რომ სწავლის პარალელურად იცხოვრონ სტუდენტურ საცხოვრებელში, არ მოუწიოთ უზარმაზარი ქირის გადახდა თბილისში და ამ ქირის გადასახდელად არ იმუშაონ საკმაოდ მძიმე პირობებში. აი ეს მათ ართმევს თავისუფალ დროს, ზოგადად თავისუფლებას და ართმევს იმის საშუალებას, რომ ხარისხიანი განათლება მივიღოთ და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვაქვს ჩვენ უმაღლეს განათლებაში ჩავარდნები. აი მე პირადი გამოცდილებითაც გეტყვით, რომ სტუდენტების უმეტესობა ლექციებს არათუ არ ესწრება, არამედ ვერ ესწრება, იმიტომ რომ ისინი მუშაობენ და იძულებულნი არიან, რომ აი საცხოვრებლის ქირა გადაიხადონ. ამიტომაც თუ კი ვინმეს გულწრფელად სურს საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარება, უპირველეს ყოვლისა დაამტკიცოს ეს სტუდენტური საცხოვრებლის აშენებით, ისეთი გარემოს შექმნით, რომ მათ არ უწევდეთ მძიმე სამუშაო პირობების შესრულება. დღეს დილით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და კიდევ ვისაც უნდოდა ყველამ ყვავილებით შეამკო ტრადიციულად უკვე მერამდენეთ უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საფლავები. რა ვიცი, აბა ალბათ უკეთესი იქნებოდა, რომ ამ ყვავილებს რაღაცა მათი საქმის დასაცავად კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვეს. ეს არ იყოს მხოლოდ რაღაც ესეთი ტრადიციად დამკვიდრებული რიტუალის აღსრულება კიდევ ერთხელ და თუნდაც არა ბოლოჯერ. თუ კი გაისათ ეს დაწესებულება არ იქნება ასეთი, არამედ იქნება სხვა, რა აზრი ექნება?
აქ ეს უნივერსიტეტი როცა იხსნებოდა დავით აღმაშენებლის ხსენების დროს 108 წლის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე გამოვიდა სიტყვით და მან საოცარი მოკლე მაგრამ ისეთი ფორმულით აღნიშნა თუ რა არის განათლება რომ ადამიანს ახასიათებს სინათლისკენ სწრაფვა განათლებაა სწორედ სინათლისკენ სწრაფვა და მან დაუმატა უმნიშვნელოვანესი სიტყვები რომ აქ არის აძარი ჭეშმარიტების ყდომისა და ჭეშმარიტება თავისუფლად გადააქცევს ადამიანს თავისუფალი ადამიანი არაფერს არ მიიღებს ისე როგორც მონა რომელიც გარედან მიღებული წესებით კანონებით იმოქმედებს მე თავისუფალ ადამიანს უნდა ყოველთვის მონაწილეობა მიიღოს იმ გადაწყვეტილებებში რომელიც მას ეხება განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეს ყველას ეხება საქართველოს ეხება თითოეულ ადამიანს ეხება ამიტომ ნუ რავინ იტყვის და ნუ იკითხავს ვისთვის რეკს ზარი ის რეკს ყველასთვის დღეს აბსოლუტურად ყველასთვის პოლიტიკა თავისი ჭეშმარიტი არსით გახლავთ სახელმწიფო საქმე, სახელმწიფოზე ფიქრისა და ზრუნვის საქმე და შეუძლებელია რომ სახელმწიფო საქმე გავმიჯნოთ უნივერსიტეტისაგან. ამიტომაც ეს ორი რამ ერთმანეთთან არის მჭიდროდ დაკავშირებული და უფრო მეტიც უნივერსიტეტი ყოველთვის ასრულებდა ამ ქვეყნის პოლიტიკის წარმართვაში ძალიან დიდ როლს. აი ეს იგივეა რომ ასე ვთქვათ, ივანე ჯავახიშვილი გავკიცხოთ იმისთვის, რომ 1921 წელს თავის სტუდენტებს მოუწოდებდა საქართველოს თავისუფლების დაცვისაკენ. ერთი შეგრძნება, რომელიც მუდმივად დამდევს თან ეს ბოლო პერიოდი არის ის, რომ აი უკანასკნელი კრიზისის პერიოდია. ახლა ან უნდა გადავრჩეთ, გადავარჩინოთ უნივერსიტეტი, ან ამის მერე რაც იქნება, უკვე აღარაფერი აღარ ეშველება იმ საქმეს. ნუ რა გითხრათ ახლა მეტი როგორც იტყვიან მე მეტი დასამატებელი ამაზე არაფერი არ მაქვს. მაინც იმედი მაქვს რომ არა იმის რის იმედსაც გამოთქვამს ზოგიერთი ჩვენი კოლეგა რომ ხელისუფლება რაღაცა მოგვისმენს, შეისმენს ჩვენ მისი ერთგულები ვართ და ასე შემდეგ, არამედ იმის რომ იქნებ ვინმე შერჩა საღი აზრი. და ეს საღი აზრი, როგორც ეს საერთოდ მაინც საბოლოოდ იმარჯვებს, ოღონდ ისე არ მოხდეს, რომ გვიან არ იყოს ამ საღი აზრის გამარჯვება. სანამ შეგვიძლია, სანამ პირადად მე შემიძლია, როგორც ერთი რიგითი ადამიანი, აუცილებლად ვიბრძოლებ უნივერსიტეტისთვის. და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთები ვართ დღეს ყველა აქ და იყოს და თუნდაც იყოს ეს ერთგვარი ფიცი აქ უნივერსიტეტის აეზოში, აი ამ წმინდა საფლავებთან დადებული ფიცი, რომ უნივერსიტეტს აი ესე ადვილად ვერ დაანგრევენ, სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ.